დღევანდელი მდგომარეობით აჭარისწყალი ჯორჯია მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს ენერგო სექტორში თავისი სოლიდური წვლილით ენერგო ბაზარზე. ჩვენ მართავთ 197 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ესებს შუახევსა და სხალთაში. ჩვენი ორი აგრეგატი ყოველწლიურად გამოიმუშავებს იმ მოცულობის ელექტროენერგიას, რომელიც ადგილობრივი გენერაციის 4-დან 5%-მდე წილს ფარავს. მინდა გითხრათ, რომ 2024 წელს ჩვენ შევძელით და გადავაჭარბეთ ჩვენს საპროექტო მაჩვენებას და გამომუშავება მიაღწია 491 მილიონ კილოვატ-საათს. ეს ტენდენცია კი წელს-წელს ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით ჩვენ გამომუშავებული ელექტროენერგია შეგვიძლია გავყიდოთ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ გავიტანოთ ექსპორტზეც, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში. ასაც ხდებოდა გასული 2 წლის განმავლობაში, თუმცა მიმდინარე წელს გარკვეული მიზეზების გამო თურქეთში ექსპორტს აღარ ვახდენთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად მუშაობთ ჩვენი ტექნოლოგიების დახვეწესა და გაუმჯობესებაზე და წარმოების გაზრდაზე. ასევე აქტიურად ვეცნობთ და ვნერგავთ ბაზარზე არსებულ ინოვაციებს. წარმოდგენილი ვართ ენერგეტიკულ ბირჟაზეც, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ მალე სრულფასო უნდა დამოქმედება. რაც შეეხება გაუმწვევებს თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტის შეფერხება, რაც ძირითადად თურქულ ბაზარზე ფასების არასტაბილურობით არის განპირობებული, გავლენას ახდენს ჩვენს შემოსავლებზე. ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან გამომუშავებული ელექტროენერგიის ადგილობრივი ბაზრისთვის შესასყიდი მოცულობის გაზრდაზე. ეს დაგვეხმარება უზრუნველყოთ ჰესის შეფერხებული ფუნქციონირება და ბაზრის სტაბილური მომარაგება. Contribute to the Georgian market in a long way. და ახლა უფრო მეტ საჭარისწყალი ჯორჯიას მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გალტენ თაგარტის კვლევის შედეგების კონტექსტში გვეტყვის კომპანიის ოპერირების მენეჯერი გიგა კუპრაშვილი. საღამოშვიდობის გიგა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახლა გავაკეთოთ ადგილობრივ ბაზარზე. მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თქვენი განცხადებებით აჭარბებთ თქვენ წარმოების საპროექტო მაჩვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა განაპირობებს ასეთ პროგრესს შეიძლება ასე ითქვას და ასეთ სწრაფ პროგრესს, რაც მისასალმებელია ბუნებრივია. 2022 წლიდან ყოველ წელს ბოლო 3 წელია სისტემატურად ვაჭარბებთ დადგმული 450 მილიონი კილოვატ-საათის ენერგიას, რაც არის საპროექტო დადგმული გამომუშავება. რამდენიმე ფაქტორი არსებობს, გამოვყოფდი 2 ფაქტორს. ეს არის გუნდის წარმატებული მუშაობა და ტექნიკური გუნდის, რა თქმა უნდა, მათ შორის და ასევე ჰიდროელექტროსადგურში გამოყენებული მაღალი ხარისხის ტექნოლოგიის და ჰიდროელექტროსადგურის არის აღჭურვილი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით, ასე რომ ვთქვათ. გასაგებია. საინტერესოა განვითარების პერსპექტივები თვითონ ჰესის რაიმე გეგმები თუ გაქვთ წარმოების გენერაციის განვითარებასთან დაკავშირებით, მაგალითად ჰიდროელექტროსადგურებზე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან წარმატებულად შენდება განახლებადი ენერგიის წყაროები. აი ამ კუთხით თუ გაქვთ რაიმე პროექტები საომალოდ დაგეგმილი. 2020 წელს გაიშვა შუახევის ჰიდროელექტროსადგური. მანამდე იყო მშენებლობის ეტაპი, ეს იყო 2014 წელს დაიწყო, მანამდე იყო პროექტირების ეტაპი. ამ პერიოდში მოხდა ტექნოლოგიური პროგრესი. წარმოებლებმა დახვეწეს თავისი ტექნოლოგიები და შესაბამისად ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური კავშირით ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ მათ ტექნოლოგიების განვითარებას და მაქსიმალურად ვცდილობთ დავნერგოთ ჩვენს ჰიდროელექტროსადგურში, რათა დახარჯული ერთეული რესურსით მოხდეს მაქსიმალური ელექტროენერგიის გამომუშავება. საინტერესოა დანაკარგების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით მიდგომა. ამ კუთხით როგორია თქვენი ხედვა და თუ მუშაობთ ამ კუთხით? დიახ, ტექნიკური დანაკარგები ჩვენი მხრიდან თითქმის მინიმალურია. ეს ამას გვეხმარება ის, რომ მაქსიმალურად მონიტორინგს ვუწევთ ელექტროსადგურს, ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურ მონიტორინგს და წინასწარ ხდება რაიმე შესაძლო ტექნიკური ხარვეზის გამოვლენა და მისი აღმოფხვრა. და ამ აქედან გამომდინარე შეუფერხებლად ვაწვდით ელექტროსისტემას წარმოებულ ელექტროენერგიას. რა იყო ინოვაციები და სიახლეები, რომელიც დანერგეთ ოპერირების შემდგომ პერიოდში და არ გქონდათ მანამდე, მაგალითად? რამაც გააუმჯობესა წარმოების პროცესი, გენერაციის პროცესი, მიწოდების პროცესი. ოპერირებაში აქტიურად ვახორციელებთ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას, რაც გვეხმარება დეფექტების, შესაძლო დეფექტების წინასწარ გამოვლენასა და პრევენციაში. ასევე მონაცემთა დამუშავების, მოგეხსენებათ მონაცემთა ბაზების
ტექნოლოგიები დღესდღეობით ძალიან ვითარდება და ამიტომ ვცდილობთ ფეხი აუწყოთ და მაქსიმალურად ჩამოვარგოთ ჩვენს ენერგეტიკულ პრობლემებს და გამოწვევებს, რათა შემდეგ უკვე დამუშავებული ინფორმაციების საშუალებით მეტი წინსწრებად, მეტი პრევენცია განვახორციელოთ და აქტიურად ვნერგავთ ამ მონაცემთა დამუშავების სისტემებს. და როგორია თქვენი გეგმები მიმდინარე წელთან დაკავშირებით? დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 320 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, რომ წელსაც გადავაჭარბებთ ამ საპროგნოზო დადგმულ გამომუშავებას, რაც არის 450 მილიონი კილოვატ-საათი. ანუ ტექნიკურად წყალუხვობის თვალსაზრისით რაიმე პრობლემებს არ განიცდით იმისთვის, რომ წარმოება იყოს სტაბილური და ასევე მიწოდებაც იყოს სტაბილური. ნერგავთ ჩვენ ახალ ტექნოლოგიებს და უკვე წინასწარ ვართ ამ წყალუხვობისთვის მზად და ზუსტად და მაღალი სიზუსტით ვიცით, რამდენი იქნება შემოდინება, სხვადასხვა პერიოდების ჭრილში, კვირის ჭრილში, თვის ჭრილში. ანუ შეიძლება გენერაციის პროგნოზირებაც შესაძლოა. კი, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს. სუმავთ როგორც თოვს გოდერძის და სხვა ჩვენი აუზის ტერიტორიაზე, ასევე ნალექებს და ამითი უფრო ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და გარკვეულწილად ამიტომაც გადავაჭარბეთ დადგმულ საპროექტო სიმძლავრეს. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა გიგა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. თუ გექნებათ საინტერესო აქტივობა, აუცილებლად მივაქცევთ ამ აქტივობასაც.